აზერბაიჯანისგან განსხვავებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის ხმა ისევ საერთო მღელვარების საგნად რჩება უკრაინაში. მოლაპარაკება არ შედგა, პროტესტი გრძელდება. პრეზიდენტსა და ოპოზიცია შორის წარუმატებლად დასრულებული შეხვედრის შემდეგ კიევში დღეს შედარებით სიმშვიდეა. ძალის გამოყენებაზე მორატორიუმი გრძელდება. ბოლო 24 საათში ბერკუტსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები აღარ მომხდარა, თუმცა გრუშევსკის ქუჩა წინააღმდეგობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება. სამთავრობო კვარტალში ბარიკადებია აღმართული, მომიტინგეები არც მაიდანს ტოვებენ. დედაქალაქთან ერთად საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს ქვეყნის სხვა ქალაქებშიც. პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ვიქტორ იანუკოვიჩი დათმობაზე წასვლას და გადადგომას არ აპირებს. დღის ბოლოს ქვეყნის პირველი პირი სიტუაციის ესკალირებაში უცხოელ კრიმინალურ ავტორიტეტებსაც ადანაშაულებს. მოამბე კიევიდან უკრაინის დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს რატი მუჯირი და არჩილ მაზანაშვილი აშუქებენ. ახლა რატი ბოლო ცნობებს მოგაწვდის კიევიდან, რატი გისმენთ. დაახლოებით 22 საათის წინ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, თუმცა მორატორიუმის პირობები გრძელდება. დღევანდელმა დღემ კიევში სულ სიმშვიდეში ჩაიარა. ჭიდახლა იმყოფებით გრუშევსკის ქუჩაზე, თქვენ როგორც ხედავთ, სულ უფრო მცირდება მანძილი დემონსტრანტებსა და ბერკუტს შორის, თუმცა ისინი ძალადობრივ ქმედებებზე დღეს არ გადასულან, ასევე სიმშვიდე იყო დღესდღეობით დღის განმავლობაში მაიდანზე. უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეირჩევა კანონში ცვლილებები, რომელიც დემონსტრაციებზე ჩაფხუტებით, ხელკეტებით მოსვლას გძალავს. ეს იქნება რადას რიგაეშეს სხდომაზე, რომელიც უნდა გაიმართოს უახლოეს პერიოდში. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის ვრცელდება, როგორც გითხარით, დღის განმავლობაში კიევში მდგომარეობა 7 იყო, თუმცა დაძაბულობა გადავიდა უკრაინის სხვა ქალაქებში. სპეცრაზმელების დედების აქცია კიევში გრუშევსკის ქუჩაზე იმ ადგილას, სადაც ბერკუტსა და დემონსტრანტებს ბარიკადები ყოფს, 200-მდე ქალი მივიდა. ძალოვანებს ისინი სისხლისღვრის შეჩერებას და ბარიკადების მეორე მხარეს გადასვლას თხოვდნენ. ჩვენთვის მთავარია ჩვენი შვილები ცოცხლები იყვნენ და არ იბრძოლონ, ზუსტად ამიტომ ვართ აქ. გრუშევსკის ქუჩაზე გადაინაცვლა ევრომაიდანზე მყოფი დემონსტრანტების ნაწილმა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე უარს ამბობენ და დაშლას არ აპირებენ. არაკაცებო, მშიშრებო, დაყარეთ ფარები, გეყოთ გამბედაობა და დადექით ხალხთან. ახლა რომ სთხოვენ ბერკუტს ჩვენს მხარეზე გადმოსვლას, უკვე დახოცილ ხალხს და მათ ოჯახებს რა პასუხს მისცემენ. ამის პატიება ხომ შეუძლებელია, ისინი არა ადამიანები არიან. საპროტესტო აქციებმა კიევის გარდა რეგიონებიც მოიცვა. ჩერკასკში ოპოზიციის მხარდამჭერებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. ანალოგიური ვითარება იყო ტერნოპოლშიც, სადაც 2000-ზე მეტი ადამიანი ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრა. უკრაინული მედიის ინფორმაციით აქტივისტებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს ასევე ლვოვში, ჟიტომირსა და როვნოშიც, რის შედეგადაც რამდენიმე რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა. ევრომაიდნის მხარდამჭერი აქცია დაშალეს მოსკოვში, დაკავებულია 11 ადამიანი. დემონსტრაცია უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეებმა შენობასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. ისინი უკრაინის ხელისუფლებისგან დათმობაზე წასვლას ითხოვდნენ. 5 დღიანი არეულობის შემდეგ უკრაინაში თანამდებობა დატოვა რამდენიმე მაღალჩინოსანმა. ვრცელდება ცნობა იმის შესახებაც, რომ გადადგა სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ქვეყნის პრეზიდენტმა საკუთარი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაათავისუფლა. თავად მმართველი პარტიის წევრები პრემიერის გადადგომას ითხოვენ. ბერკუტის წევრები კი სპეცრაზმიდან წასვლის შესახებ წერენ განცხადებას. ჩვენი ბატალიონიდან განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ ბევრმა ადამიანმა დაწერა. ჩვენ საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ და ხალხის წინააღმდეგ არ გამოვდივართ. 2 საათის წინ დასრულდა შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტსა და შტეფან ფულეს შორის. მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ევროკომისარი ოპოზიციის ლიდერებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება. უკრაინისთვის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს ამერიკის შეერთებული შტატები. თეთრის სახლი ყველა მხარეს მდგომარეობის განმუხტვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ თუ ვითარება არ გაუმჯობესდება, ვაშინგტონი უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის. ჯო ბაიდენმა საუბრისას აღნიშნა, რომ კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი შესაძლებლობა ხელისუფლების მხრიდან რეალურ დათმობაზე წასვლა. გმობთ ძალადობას და კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველა მხარეს დაუყოვნებლივ დაიწყონ ვითარების განმუხტვა და უარი თქვან ძალადობაზე. მივესალმებით პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას. პოლიტიკური დიალოგი აუცილებელი ნაბიჯია კრიზისის დასარეგულირებლად. შემდეგში გვინდა ვიხილოთ ხელისუფლების მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები.
საგანგებო დადგენილება მიიღო პოლონეთის სეიმა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მხარეებს პოლიტიკური დიალოგისკენ და ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. ასევე განიხილავს პერსონალური სანქციების დაწესების შესაძლებლობას. ასეთია ვითარება ამ დროისთვის უკრაინაში, თელს უკრაინაში. შეგახსენებთ, რომ კიევში უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს დემონსტრაციები ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღეა რადიკალურად დაიძაბა ვითარება იმის გამო, რომ უკრაინაში მიიღეს კანონი შეუკანონო აკრძალვების შესახებ, როგორც დემონსტრანტები ქმნიან და ვითარება უკონტროლო იყო, თუმცა გუშინ გამოცხადდა მორალურ ძალადობაზე და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.